ვიდეოში დავაგემოვნებთ მხოლოდ შავი ფერის პროდუქტებს. წარდგენილნი არიან Pringlesი, Marsი, Frixi, Chipstersი, Baileysი და ასე შემდეგ. ეს ვიდეო ავიყვანოთ 5000 ლაიქზე და მე კვე დავიწყებ პროდუქტების ყიდვას და შემდეგი ვიდეოსთვის მომზადებას. ამასობაში გამომიწერეთ, ავიზეთ 90000-ზე უკვე ვაიმე რამდენზე ვარ ხორღატყაო და დავიწყოთ. ამ ვიდეოში უმეტესი პროდუქტი გამოვიძახე ორი ნაბიჯის აპლიკაციიდან მეგობრებო. ეგ იმას ნიშნავს, რომ ამ ვიდეოშიც დაგვიმეგობრდა ორი ნაბიჯი და ყავს სპონსორი და მთელი ჩემი ჯიბი არ დაყოლებილა. ამ ვიდეოს ვიღებ იმიტომ, რომ კომუნიტში დავსვიკითხვა რა ვიდეო გადავიღო შემდეგი თქო და თქვენმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მისცა ერთი ფერის ჩელენჯს. მე გეკითხეთ რა ფერი გადამიღო და ყველა მითხარით რომ შავი. ამ პროდუქტებს შევაფასებთ რამდენიმე კრიტერიუმით, ეს არის გემო, ფასი, მრავალფეროვნება. რამდენად მრავალფეროვანი პროდუქტები მოგვივიდა. აუ ძალიან მშია, მეგონი პირველად მშია. მოდი დავიწყოთ ნობადი პროდუქტებით და Marsის ნაყინი გამოვიძახე, რომელიც არასდროს არ ვიჭამია. ეს ღირდა ლარამდე მე მგონი. და შემდეგი ვიდეოც იქნება ძვირიანი ნაყინების დაგემოვნებაზე, იმიტომ რომ გავყევი და ყველაფერი ვიყიდე Marsთან ერთად. ჩვენი პირველი პროდუქტი Marsის ნაყინი. მგონი რომ ძალიან გემრიელი იქნება. ოკეი, სინჯო პირველად ჩვენი Marsის ნაყინს, რომელიც შიგნიდან ყავისფერია და რა გიყოთ მეგობრებო? შიგნიდან შავი იყო მარტო ორეო. მაგარი გემრიელია. ძალიან გემრიელია. არამელი აქვს. ოუ, ვაუ. ხარ გავუყვები და ყველაფერს ერთიანად არ შევჭამ. ისე მშია, რავი. წინაზე გახსოვთ კორეულ სნექები რო ვჭამე, მაშინ ნაჭამი ვიყავი და აი ცუდად გავხდი ლამის. უა ვისწავლე? დღეს უჭმელი ვარ. ნაყინია მარცენ. მე მგონი ორიგინალი Marsi უფრო მომწონს. ეს ძალიან გემრიელია. ჩვენი პირველი შავი პროდუქტი approved ძალიან გემრიელი იყო, კარგად გავხსენით, ამას ბოლომდე არ შევჭამ. აი ამბავი ის უნდა მეთქვა, რომ მარტო ჩვენი სპონსორი კი არ არის ორი ნაბიჯი. არამედ ჯერ თუ არ დარეგისტრირებულ ხართ, გადადით ორი ნაბიჯის საიტზე, ან გამოწერეთ აპლიკაცია, ძალიან მარტივი აპლიკაცია და პირველ შენაძენზე თუ იქნება 50 ლარზე მეტი, მიიღეთ 10 ლარიან ფასდაკლებას და სახლში უფასო მიტანას თუ იქ პრომო კოდად ჩაწერთ ანანოს პატარა ასოებით. მაშინ ანუ 50 ლარის პროდუქტებს იყიდით 40 ლარად, 60 ლარის პროდუქტებს 50 ლარად და თან სახლში უფასოდ მოგიწუნწულებენ ენაწვალე. აი ეს Alpen Gold-ი 4 ლარის ნაცვლად ვიყიდე 2 ლარად ორი ნაბიჯის აპლიკაციიდან და შემდეგი ეს გავსინჯოთ. მაინც ტკბილობის პალასაზე ვარ. ეს ძალიან შავი მეგონა და სინამდვილეში ძალიან მუქი ყავისფერია და ჩეთერო. მე კი არ მიყვარს შავი შოკოლადი, მაგრამ თუ სახლში მარტო შავი შოკოლადია, მე კარგად მინდის ხოლმე. გემრიელი შავი შოკოლადია. მე არ ვყიდი, ჩემი ნებით, მაგრამ გემრიელი. მეორე კვეშიც გავაკეთოთ. ესეც approved. აუ რაღაც უნდა თქვა რა. ძალიან მინდოდა რაღაც ახალი კონტენტი დამიწყო და ტვინი ამეხადა, მეთქი რა კონტენტი დავიწყო და თან ჩემს Instagram channel-შიც გკითხეთ აზრი. ჩემ Instagram-ის ლინკი იქნება ქვემოთ და Instagram channel-ში დამემატეთ. გეჭორავებით ხოლმე უფრო ესე რა, ეს. ხო და ძალიან მინდოდა რომ რაღაც ახალი კონტენტი დამიწყო და სამგზავროდ რო წავალ, გადავიღებ, რა თქმა უნდა, მაგრამ მე დავაფიქრდი რომ მგონია რომ თავს ვაიძულებ რომ რაღაცა ახალი კონტენტი დავიწყო, იმიტომ რომ რო ვუყურებ ხვები იწყებენ და რაღაცა მეც მინდა რომ დავიწყო და ასე შემდეგ, მაგრამ ხვდები რომ ეგ უფრო არ იქნება ჩემგან გულწრფელი ვიდრე ეს კონტენტი, იმიტომ რომ ამას რასაც ეხა ვაკეთებ. სხვებთანაც ვუყურებ და ძალიან მიყვარს რა. ხო და მე ვიფიქრე რომ მოდი მეთქი, მარტო იმიტომ რომ სხვები რაღაცებს აკეთებენ, მე არ გავაკეთებ. ხო შეიძლებოდა რომ Pepsi-ს თავი ყოფილიყო შავი და უფრო ჩავჯდებოდით ამ ვიდეოში, მაგრამ ეხა არის Pepsi-ს გათამაშება, ამიტომ ყვითელი თავები აქვს და ჩვენი შემდეგი პროდუქტი არის Pepsi. მოდი რა ღირდა? ჩემი ჭიქა მოვამზადე. რა კარგად ჩაინტეგრირდებოდა თქვენი წვენი აქ. ეს უნდა დავიწყო მე მგონი ესე რა, ვიდეოდან სპონსორებზე მოწოდება. არ გადამოხვიდე და ეგრე. მე ყველაფერს უშაქროებს ვსვამ და თან უფრო კარგად ჯდება ამ ვიდეოს იდეაში, იმიტომ რომ უშაქროები უფრო შავებია ხოლმე და ესეც გამოვიძახე ორი ნაბიჯის აპლიკაციიდან. ძალიან კარგი, იმიტომ რომ არას უქებს. აბსოლუტურად approved. ჩვენი უშაქრო Pepsi, ჩვენი შავი უშაქრო Pepsi, რომელიც გარედანაც შავია და შიგნიდანაც შავია, რა ძალიან მნიშვნელოვანია. და გადავიდეთ მაშინ რაღაცებზე, იმიტომ რომ ძალიან მინდა. შავი მიმართულებით გვაქვს 3 ჩიპსი. ერთი არის Frixi, Pringlesი და Chipstersი. სხვაებს არ ქონდათ შავი ვერსიები. და მე რომ მეგონა რომ ძალიან ბევრი შავი პროდუქტი დამხვდებოდა ბაზარზე, ძირითადად იცით რა დამხვდა? ბამბანერკები. რამდენი ბამბანერკა უნდა მეყიდე ერთ ვიდეოში. მინდოდა რომ მრავალფეროვანი ვიდეო ყოფილიყო. დავიწყოთ Frixit, რომელსაც ახალი შეფუთვა აქვს და ძალიან კარგი, იმიტომ რომ ამ ვიდეოში მოხდა. კი კითხავთ ახლა ამ ხელა წითელი ზოლი შავში რატო გადისო, მაგრამ მარტო შავები რო ამიღო, არაფერი არ იქნებოდა მარტო შავი. ვერ ვნახე ვერც ერთი პროდუქტი, რომელიც მარტო შავი იქნებოდა. რაც ლოგიკურია, იმიტომ რომ კარგი დიზაინერი თუ ხარ, მარტო ერთ ფერში არ უნდა გააკეთო რაღაც. ნახე ახლა როგორ იქცევს ყურადღებას. მეც არის გემოთი ვიყიდე. ბარბეკიუს გემოთი ვიყიდე, დამზადებულია საქართველოში. როგორი სიამაყე ჩაწერია. ჩემი საყვარელი ვიდეო არის, სადაც ვჭამ ჩიპსებს.
ჭირდაჟე ძალიან მიყვარს. ეს ღირდა 2.85 და გამოვიძახე ესეც ორინაბილის აპლიკაციიდან. მეჩვენება თუ უფრო გემრიელია ვიდრე იყო. არ მაგარი დამშეული ვარ. აი, შერი მაგიტო უნდა ვიყო ვიდეოს გადაღებისას. და ჩემი უნდაოდა რომ ვიდეოს რო გადაიღებ გადაყარეო და მეთქი 300 ლარს რო გადაიხდი რაღაცაში მედი და შენ გადაყარე მე. Totally approved. ამას ხوار შევადაროთ სხვა ჩიფსები. დამეხარი ამ ვიდეოში რომ სმელი გვაქვს. მოდი ჩიფსტერს შევადაროთ. ჩვენი შემდეგი მონაწილე არის ჩიფსტერსი. ეს არის ჰალაპენიოს გემო. სხვათა შორის შავი შეფუთვა რასაც ქონდა, ყველაფერი იყო თითქმის ცხარე. ფრიქს უფრო დიდი კარტოფილები აქვს. ამას ბევრად უფრო პატარა კარტოფილები აქვს. ეს ცხარია. ძალიანაც არა, მაგრამ და მომჟავოა. ლაიმი აქ? არა, ჰალაპენიოს გემოთია. ჰალაპენიო ხომ მჟავეც არის. გემრიელია, მაგრამ მე ცხარე ჩიფსები არ მიყვარს. გიჟდები ჩიფსებზე ხალხო 1 კილო შემიძლია რომ ჭამო. ჩემი აზრით ჩიფსებს ძალიან მარტივი დიზაინი აქვს. უპასო ვექტორები გადმოწერეს საიტებიდან და აწყეს. გემო კაი. შეფუთვა არ მომწონს. თან გავუყავე ხო? ვიდეო უნდა გადაიგო და მე გამომიწეროთ ითხარით? ძალიან მომწონდა ერთ პროდუქტს რო ვადარებდი ერთმანეთს რა. შოკოლადები, წვენები, ჩიფსები. ესე ხა ყველაფერი ერთადროა ვიდეოში ვერ ხვდები რას ვაკეთებ. და მეწყება მე კოგნიტური დისონანსი. არ ვიცი მოგწონს თუ არა ეს მიმართულება რა, რომ ერთი ფერის პროდუქტები შევადარო ერთმანეთს და დამიწერეთ ეგ კომენტარებში, იმიტომ რომ აი არ ვიცი. ან თუ მოგწონთ რომელ ფერს გადაიღებდით შემდეგს. იასამნისფერი, ვარდისფერი, წითელი, ცისფერი. თუმცა შემდეგი ვიდეო იქნება ნაყინების აგიმონება, იმიტომ რომ წინა წლიდან მოყოლებულია მინდა. მეთქი ისიც ხომ უნდა გადავიყო რაც მე მინდა. ვარემ ჩვენი 11 ლარიანი პრინგლსიც გავსინჯოთ. მე პრინგლს ვიტყობ ხოლმე მხოლოდ მაშინ, როცა ვიდეოს ვიღებ. სხვა დროს არასდროს არ მაქვს 11 ლარი, რომ ჩიფსში გადავიხადო. ესეც ცხარია. კაი ცხარია. ეს ცხარია. აი ხამინა რომ ვიდე და პროსტო ვჭამდე. გემრიელია. მაგრამ უფრო ცხარია ვიდრე არომატული. მაგიტო არ მოყვარს ცხარე ჩიფსებში. რო აი რაღაცნაირად არომატს აკარგვინებს. მაგრამ მე მგონი გემოზე მეტად ტექსტურა მომწონს პრინგლსის. ამის გემო რო ქონდეს და ამის ტექსტურა უფრო სიამოვნებით შევჭამთ. რამე ტკბილი მომინდა ამდენი სნექის მერე. ისე ეს უფრო დაბალანსებული ვიდეო, იმიტომ რომ ტკბილი რომ მინდა. ველს ჭამ, ლაშე რომ მინდა, ლაშეს ჭამ, წვენიც გვაქვს, ალკოჰოლიც გვაქვს. ეს გამოიძახე ორინაბიჯის აპლიკაციიდან. ლარი 39-ად ფასდაკლებით. და თქვენც თუ გინდათ 10 ლარიანი ფასდაკლების მიღება, გადმოიწერეთ აპლიკაცია ორინაბიჯის. აი რომ გაატარებთ 50 ლარის პროდუქტებს, ჩაწერეთ პრომოკოდი ანანო და 10 ლარიან ფასდაკლებას მიიღებთ და უფასო სახში მიტანას. ისე მე მგონი 3 ლარი ღირს ვერი მაინც არ არის. ეს წინა ვიდეოშიც გავსინჯე. მომეწონა, ამიტომ ამ ვიდეოშიც დავაგემოვნოთ. წინა ვიდეო იყო იაფი versus ძვირი. თქვენ წარმოგიდგენთ, ესეც არ არის შიგნიდან. არა, შოკოლადია აქ, ამიტომ გავიყვანო ჩავში. საჭმელების ინდუსტრიაში რა ფერი გვხვდება ყველაზე ხშირად? წითელი? წითელი იქნებოდა ალბათ ყველაზე მეტი პროდუქტი. მართლა ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ თითქმის ყველაფერი იყო მარტო ბამბანერკა. გამიჭირდა რომ მრავალფეროვანი ვიდეო ყოფილიყო. ეს გავსინჯოთ რა. ეხლა უფრო მეგემრიელება ეს ვიდრე წინა ვიდეოში. რატომ? იმიტომ რომ ამას ეხა ცარიელს ვჭამ და არაფერს არ ვადარებ. წინა ვიდეოში რაღაცა 20 ლარიან პეჩენიას ვადარებდი. თან სიტყვაში მედოდა ცოტა ჩადნა შოკოლადი და უფრო გემრიელია. ეს ძალიან მომწონს ეხლა და რა ხდება? მე მგონია რომ ერთი იგივე ვიდეოები რამდენჯერმე უნდა გადავიღო, იმიტომ რომ ხარ როგორ ხასიათზე ვარ, ხარ როგორ ხასიათზე და ცოტა მიკერძოებული ვარ, მე მგონია. ეხლა ძალიან მომგელია. შეიძლება ჩიფსების მერე უფრო გამისწორდა. ეგრე არა, ყველაფერი შედარებითია ამ ქვეყანაში. ძალიან გემრიელია. კაია, ლარი 29 ყურავა და ძალიან გემრიელია. დღეს ბედნიერი ვარ ამ ვიდეოთი. ყველაფერი approved არის ჯერჯერობით, რამე თუ ნერვს არ მომიშლის, ყველაფერი კარგად მიდის. მეგობრებო, ჩემი გამოწერა არ დაივიწყოთ, არ დაგეზაროთ, 90,000 დავიდეთ, მე 100,000 დავიდეთ. მე ამ სუპერში After Effects ვსწავლობ და ერთ თვეში ვაპირებ სამოგზაურო წასვლას. რამე კაი ვიდეოებს გადავიღებ. როგორც ჩემ გულს გაუხარდება ისეც. და არა ისეც, როგორც სხვებს რო ვუყურებ და მეც რომ მინდა რომ გადავიღო. მოკლედ, ჩემი მუღამი არის, რომ ვიღაცების თქვენი ან ჩემი გამომწერების და ჩემი მაყურებლის საყვარელი იუთუბერი ვიყო. ერთ-ერთი რა. აი ხა მივხვდი რომ მინდა რომ ვიღაცების საყვარელი იუთუბერი ვიყო. მე ვიფიქრე რომ ისეთი ვიდეო მინდა გადავიღო, როგორცაც სხვები იღებენ, მაგრამ ეგეთი ვიდეოები კი არ უნდა გადავიღო. უფრო მეტი უნდა ვილაპარაკო ჩემს აზრებზე, ფიქრებზე და ასე შემდეგ. ეხლა მე ამას რო ვამბობ. ეხლა თქვენ ხო გაიგეთ ეს და უფრო მეტი სიმპათიით განეწყოს ჩემი მიმართ. ანუ უფრო მეტად გულწრფელი უნდა ვიყო და მეტი ვილაპარაკო. არ ვიცი, შეიძლება ვცდები. დამიწერეთ. შემდეგი რაზე გადავიდეთ? რა
მიყიდე. ყველაზე მეტი შავი შეფუთვის პროდუქტი ქონდა Agrofy-ის სხვადასხვა cheers. და ვიყიდე ფინიკი. შეიძლება და არ მეყიდე, მეთქი ვიფიქრე, რომ აი ფინიკი ვის რა შეინტერესებს მეთქი, მაგრამ მე ვიფიქრე, რომ ეს ხო ჯანსაღია. ამ ვიდეოში ხო გვინდა რომ პროდუქტები იყოს მრავალფეროვანი. გაზიანი სასმელი გქონდა, წვენი არ გქონდა, ნაყინი გქონდა, ჩიფსი გქონდა, სხვა მარილიანი სნექი გვაქვს, კბილეული გვაქვს, შოკოლადი გვაქვს, ალკოჰოლი გვაქვს და ჯანსაღი სნექიც გვაქვს. ანუ საკმაოდ მრავალფეროვანი გამოდის შავი პროდუქტები, მეგობრებო. ესეც გამოვიძახე ორი ნაბიჯის აპლიკაციიდან. 4 და 45 ღირდა. და სხვათა შორის ძალიან კარგ ფასებად არის სხვა ბევრი პროდუქტი. ვიღაცებს გონიათ რომ ფინიკი ახდუნებს, იმიტომ რომ ყველა დიეტურ რეცეპტში ფინიკია ხოლმე, მაგრამ არაფერი არ ახდუნებს. მოგერტყბილია. მე მაგ ბოსტანში კარალიოკი და დეიდა ჩემი აკეთებს ხოლმე. შემოდგომას კარალიოკის cheers. თუ ხურმის cheers მე მგონი, არ ვიცი. ეგორი რომ სხვადასხვა იყო არ ვიცოდი. ამას ამოვჭრი. მოჭკვიანი გიგებით. ძალიან გავს ხურმის cheers. გემრიელია, მაგრამ ქართული cheers მეჩვენია ხურმის. რა ტკბილია, იცით? კარამელი არ არის ალბათ ესეთი ტკბილი, როგორც ეს. ამით უნდა გავაკეთო კარამელი. მენიოსი ხარ, ანანო. რამე მლაში დავაყოლოთ. ფინიკი არის approved. ჯანსაღი არის ხა რა. ბუნებრივია ბოლო-ბოლო. მაგრამ ესე დავჭდე და ფინიკი ვჭამო შანსი არ არის რა ფინიკი ხო არ გადავა. როცა ჩემი ჩიპსი ვჭამო და 1-20 კილო მომიმატო. კიდე დამოვიწყო ჩემი ცივი ყავის გაკეთება და აქ დადება. შემდეგი გავსინჯოთ ესეთი შოკოლადის ტრუფელები, რომელიც ასევე ორი ნაბიჯის აპლიკაციიდან გამოვიძახე და ღირდა 11 ლარი და 95 თეთრი. მოდი ვნახოთ. მე მეგონა რომ პირდაპირ ეყრებოდა შიგნით. მე მგონი გრილ ადგილას უნდა დამედო, იმიტომ რომ წარბილი რაღაცა. ნახეთ როგორი დამდნარია. ანუ მარც გიქსხვენია რა. გემრიელია. ძალიან გემრიელია. დედა მომიკვდეს არ ველოდი რომ გემრიელი. ანუ მე რომ მომიწონე მანამ მაგას არ ველოდი. მაგარია. ახლა მაგარია. ძალიან გემრიელია. აი, ასე მგონია რომ ბევრი კარაქი რო უქნა შოკოლადს მაგის გემო აქვს. ესეთი იდეა მაქვს, რომ ჩვენ აქ რადგანაც გვაქვს ბეილისიც. ყველაზე კარგი იდეა არის, რომ ბეილისი გავსინჯო ამასთან ერთად. ბეილისიც გამოიძახე ორი ნაბიჯის აპლიკაციიდან და 54 ლარის ნაცვლად ღირდა 214 ლარი. მაგიტო გამოვიძახე რეალურად. მეთქი, რა მაგარი ფასდაკლებაა. მე რა, რომ მე ალკოჰოლს არ ვწვავ, მოდი ცხოვრებაში პირველად უნდა დავლიო ბეილისი. რა, ცუდი სუნი. ყავაში უშვებია ხოლმე. მაგიტო გამოვიძახე ბეილისი, რომ მეთქი ყავაში უწევ. ეს რა არის? ასე მგონია ცივი ყავა. So cool. პირველად ალკოჰოლს შემარხზე ხوارღადა. შეიძლება შეიძლება. მაღალ ალკოჰოლური თუა, შეიძლება არ შეიძლება. შეიძლება? თუ არ შეიძლება. 17% ალკოჰოლია, არ შეიძლება YouTube-ზე ამის დალევა. უბრალოდ გარეკალმება არ შეიძლება და მე არ ვარ რეკალმება. ისიც რისი გემო აქვს? შოკოლადებში ლიკიორი ასღია ხოლმე, უბრალოდ მაგის გემო აქვს. ცოტა დამცხა. ერთი ყლოპი დავდი. გემრიელია, მაგრამ ალკოჰოლი არ გქონდეს უფრო გემრიელი იქნებოდა. მოდი შოკოლადებს მივაყოლოთ. ძალიან მარტივად ვთრები. ვიღაცებმა დამიწერეს, რომ ანანო ლუდების შეადარე ერთმანეთსო და თქვენ არ იცით მე რა მარტივად ვთრები. ძალიან გემრიელი შოკოლადია. მართლაც იდანათი. უბრალოდ კარგ ხასიათზე ვარ. ორივე approved და იმედია სტრაიკი არ დაგვედება. მარილიანი მომინდა. გადავიდეთ ხრუსთიმზე. ერთ-ერთი ყველაზე მეტი პროდუქტი ხრუსთიმს ქონდა შავებში და ღირდა ლარი და 95. ეს ესეცია. ეს მე მეგონა რომ ყუბები იყო და ეს გრძელი. პრინციპში ახარტია რა ფორმაც იქნებოდა. იცი რის გემო აქვს? ქონის. იმინე ქონის გემო აქვს. გემრიელია, მაგრამ მარილი აკლია ჩემთვის. ლუდიც უნდა მეყიდა რა. ერთი ლუდი ვნახე შავი. ისიც უნდა მეყიდა. ეს კონკრეტული მე არ მომეწონა. ამას არ ვიყიდდი და არ შევჭამდი, იმიტომ რომ ჩემთვის მარილი აკლია. რასაც მარილი აკლია, იმას არ შევჭამდი. ეს პირველი ივენტგაცრუება ამ ვიდეოში. არ არის approved. ესეც ჩემი უმნის მაღაზიაში ვიყიდე. Sprint აწერია, არის ნუგა, თხილიანი, კარამელიანი შოკოლადი. ლარი 20 ღირდა. ლარი 20 როგორი შოკოლადებია. მე მეგობრებო, 150 ლარიანი შოკოლადები მოქვს ნაჭამდეს. ლარი 20 ხო ხვდებით არა. ბევრი თხილი აქვს და ბევრი კარამელი. უნდა კბილებზე მიმეწება. 1 საათია ვღეჭავ.
გემრიელია, მაგრამ ამდენ ღეჭვად არ მიღირს. ვიდეო არის 15 წუთი და დანარჩენი 50 წუთი არის ღეჭვა. ვიდეოს ბოლოსში უკვე დანაყრებული გავედი და რაღაცების დაეპროვება იმდენად აღარ მინდა, არ ვიცი. აი მაგიტომ უნდა ვიყოს უმშიერი. ეს დავეპროვოთ ახლა. გემრიელია, მაგრამ გაუბრაზდი რომ ამდენი ხანი ვღეჭე. გემრიელი არ ვიქნები უსამართლო. მართლა გემრიელია, მაგრამ ვიყიდები რა. არ მინდა. მადლობა. ბაი. თამაგირო რასაც ვიყიდი არის ეს. ამათი ბანანის ვერსია ძალიან მიყვარს. შავი არასდროს გამისინჯო. ესეც რაღაცა ვარიოციაა და აბარა, შიგნიდან ჩავია. ნამცხრები მაგრამ. ბილეული, და ჩიფსები. ვაფშე რაც კი არა ჯანსაღი, ყველაფერი მიყვარს. ჩანელია. ესეც ეფრუდ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამათი ბანანის უფრო ეფრუდ, რომელსაც ყვითელ პროდუქტებში დავდება აუცილებლად. რადგანაც თითქმის ყველაფერი ეფრუდ იყო, ღურის გარდა, გემო, რვაქულა, ძალიან ძვირიანი არაფერი არ იყო, ამიტომ ხასით რვაქულა, საკმაოდ მრავალფეროვანი იყო, მაგრამ დავამატებდი ალკოჰოლს, წვენს და რაღაც ეგეთებს, ამიტომ რვაქულა. საბოლოო შეფასება ჩვენი შავი პროდუქტების არის რვაქულა. ძალიან დიდი მადლობა ორნავი და ვიდეოს თუ ბოლომდე უყურეთ, დამიწერე შავი გულის ემოჯი კომენტარებში. ბაი!